ინკლუზიური განათლების ხელშეწყობი პროგრამა საქართველოს მუზეუმებშიც ინერგება. პროექტი, რომლის მიზანით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სამუზეუმო სივრცესთან ინტეგრაცია მაისიდან ეტაპობრივად ამოქმედება. პროგრამის ფარგლებში მუზეუმების თანამშრომლების სპეციალურ გადამზადების პროგრამასაც გაევლია. 11 წლის პაატას ცერებრალური დამბლა აქვს, თუმცა დამოუკიდებლად დადის და ეროვნულ გალერეაში დღეს პირველად მამასთან ერთად მოვიდა. პაატას სურვილი აქვს ინკლუზიური განათლების სპეციალურ პროგრამაშიც აქტიურად ჩაერთოს და თბილისის მუზეუმებს ხშირად ეწვიოს. რატომ მოგეწევს? იმიტომ რომ პატარა ბავშვი არის ვირზე და ლამაზია ნახატი. გოგა ჭიღლაძე 5 წლისაა. მამა ამბობს, რომ ნამუშევრების აღქმა უჭირს, თუმცა კადრებშიც ჩანს, რომ აუტიზმით დაავადებულმა გოგამ ფიროსმანი თავისებურად აღიქვა. ესეთი არიან ჩვეულებრივი, თბილი, მოსიყვარულე ბავშვები და ძალიან კარგი იქნება თუ ხელს შეუწყობს მთლიანი საზოგადოება ამათ ინტეგრაციას. მუზეუმი, რომელიც სხვადასხვა უნარის მქონე ბავშვებს სამყაროს შეცნობაში ეხმარება, ინკლუზიური განათლების პროექტის ფარგლებში შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, ლექციებს და ექსკურსიებს იწყებს. მუზეუმი უზრუნველყოფს არაჩვეულებრივ სივრცეს ამისთვის ქმნის დადებით მასტიმულირებელ გარემოს სწავლისთვის, სოციალური ადაპტაციისთვის. ეს ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. მომაში ყოველწლიურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10,000-ზე მეტი ბავშვი დადის. სხვადასხვა პრობლემის მქონე პატარებს აქ სპეციალისტები ხვდებიან და სტიგმატიზაციის დაძლევასა და სოციალურ ადაპტაციაში ეხმარებიან. მუზეუმის თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადამზადდნენ და მომზადდნენ, რომ ისწავლონ მათთან კომუნიკაციის ენა, სწორად მეტყველების ენა, სწორად გამოიყენონ ტერმინოლოგიები, სწორი ფორმით მიმართონ. პროექტის ავტორების მიზანია კიდევ ერთხელ დამტკიცდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მუზეუმი ყველა მსურველს მაისიდან ელის.